როგორ მიაღწია სინგაპურმა ასეთ დიდ ეკონომიკურ წარმატებას, ეს პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ნიუ-იორკის ზომაზე მცირეა, მაგრამ ის აზიაში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო. მისმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთსულ მოსახლეზე გადააჭარბა ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი და სხვა განვითარებული სახელმწიფოები. 6-10 წლეულის განმავლობაში სინგაპურმა კოლონიალური სავაჭრო პორტიდან თავი თანამედროვე ფინანსურ ცენტრად გადაიქცია. მისი სიმდიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მრავალწლიანი დაგეგმვის შედეგია. როდესაც სინგაპური 1965 წელს დამოუკიდებელი გახდა, პირველმა პრემიერ-მინისტრმა ლი კუან იუმ სამოქალაქო მოქმედების პარტიიდან და სხვა დამფუძნებელმა ლიდერებმა დაინახეს ეკონომიკური პრობლემა. ქვეყანას არ გააჩნდა ბუნებრივი რესურსი. მათ გააცნობიერეს, რომ თუ სასურველი იყო ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა და უცხოური კაპიტალის მოზიდვა, აუცილებელი იყო საწარმოო მრეწველობის განვითარება. ამაში სინგაპურს მისი გეოგრაფიული მდებარეობა დაეხმარა. მას აქვს წვდომა ინდოეთის ოკეანეზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, რაც მას სტრატეგიულ საზღვაო ცენტრად აქცევს. თავდაპირველად მან შექმნა საწარმოზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც თავიდან შრომის ინტენსიურ ინდუსტრიაზე იყო ორიენტირებული. რათა ებრძოლა მაღალი უმუშევრობის წინააღმდეგ, თუმცა ლი კუან იუ საწარმოო სექტორის განვითარებაზე არ გაჩერდა და ჩაუყარა საფუძველი იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც დღეს არსებობს: მყარი ფინანსური და სამართლებრივი სისტემა, სტაბილური და გამჭირვალე მთავრობა და მსოფლიო დონის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. ფინანსური სექტორის განვითარება ლი კუან იუმ 1980-იან წლებში დაიწყო, რაც დღეს სინგაპურის სიმდიდრის მთავარი წყაროა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითების გამოყენებით, მან ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ლიბერალიზაცია მოახდინა და რეგულაციები შეამსუბუქა. ამ მიდგომის შედეგები დღეს აშკარაა. 4200 მულტინაციონალურ კომპანიას აქვს გენერალური შტაბ-ბინა სინგაპურში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი გადასახადებია. სინგაპურის კორპორატიული გადასახადის განაკვეთი მხოლოდ 17%-ია, მაგალითისთვის იგივე გადასახადი საფრანგეთში 35%-ია. თანამედროვე ეკონომიკის ჩამოყალიბება ლი კუან იუს მემკვიდრემ გოჰ ჩოკ ტონგმა გააგრძელა. დიდი ბიზნესის მოზიდვის პოლიტიკა უფრო მიმზიდველი გახადა. სინგაპურმა ყურადღება ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადაიტანა, რომელიც უფრო მეტად დამოკიდებულია კრეატიულობაზე და ადგილობრივი მეწარმეების ზრდაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ფორმულა 1-ის ღამის რბოლის ჩატარება. მთავრობამ ასევე დაუშვა აზარტული ზონები და როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სწორი დრო შეარჩია, რადგან ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკა ძლავრად იზრდებოდა. სინგაპური იდეალურად იყო განლაგებული, რათა მოეზიდა რეგიონის უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ესარგებლათ ამ ღონისძიებებით და ასევე დაებანდებინათ თავისი კაპიტალი. შედეგი იყო ის, რომ სინგაპურში აქტივების მთლიანმა მოცულობამ, რომელიც მმართველობის დასაწყისში 420 მილიარდს შეადგენდა, 2022 წელს 3,5 ტრილიონს გადააჭარბა. მიუხედავად ეკონომიკური წარმატებისა, სინგაპურის ხელმძღვანელობა კრიტიკის საგანია სამოქალაქო თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვის გამო. ლი კუან იუს მმართველობისას ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა ის იყო, რომ სინგაპურში შიშის ატმოსფერო სუფევდა. ხალხს ეშინოდა მთავრობის კრიტიკის. მომდევნო მთავრობები კრიტიკა დაიმსახურეს კონტროლის შენარჩუნებისათვის. საპროტესტო აქციები ძირითადად აკრძალულია. მთავრობა მთლიანად აცნობიერებს, რომ მოსახლეობა იცვლება, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და გამომხატველი გახდა. სინგაპურის განვითარების მიუხედავად, სამოქალაქო მოქმედების პარტიის პოპულარობა მცირდება. მომავალში პოლიტიკური პროცესები სინგაპურში ბევრად ინტენსიური იქნება, ვიდრე ოდესმე.